მედია პროექტ ეტალონის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ქუთაისს ესტუმრა. რადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ეტალონის წამყვანი მოსწავლეებს, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა. სპეციალურად გამართულ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი ესწრებოდნენ. 43 ქალაქი და მუნიციპალიტეტი მოვიარე. ესეთი ამბავი ჯერ არ ყოფილა არსად. ამდენი ხალხი, ამდენი მსურველი ადამიანი რომ იყოს წარმატებული ჯერ არ მინახავს. და პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სამართლებრივი, სოციალური და ასე შემდეგ რეფორმების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მენტალობის შეცვლა, რომ ისინი ნაწილი არიან სახელმწიფოს და მათაც შეუძლიათ და უნდა გამოადგნენ თავიანთ ქვეყანას და სახელმწიფოს. და ძალიან მიხარია, რომ მათ ეს კარგად ესმის. ეტალონის ავტორმა და წამყვანმა მესხიშვილის თეატრში შეკრებილი საზოგადოებას ქუთაისთან დაკავშირებით გადაცემის გეგმები გააცნო. კერძოდ გოჩა ტყეშელაშვილის თქმით განიხილება იდეა, რომ 2015 წელს ქუთაის განათლების ხელშეწყობის კუთხით ეტალონი ქალაქის სტატუსი მიენიჭოს. მანამ კი განსაზღვრულია იმათი მონაწილის ვინაობა, რომლებიც გადაცემა ეტალონში ქუთაისს წარმოადგენენ. 2015 წლისთვის კი შესაძლებელია ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერა იმერეთის რეგიონში მოხდეს. ჩვენი კუთხით ამ აქტიური ჩართულობა განპირობებული იყო ორი რამით. პირველ რიგში ეს არის როგორც სკოლის, ისე სტუდენტებისათვის ძალიან აქტიური პროექტი. ჩვენი იმერეთის რეგიონიდან თითქმის ყველა მუნიციპალიტეტი იყო წარდგენილი ამ პროექტში და რაც ნიშანდობლივი არის, ქუთაისის გამარჯვებულების პროექტის ჩაწერა მოხდება უახლოეს ხანს და 10 იანვარს იქნება ამის გასვლა ეთერში და უკვე მომდევნო წელს ჩვენ ვიმოდევნებთ უბრალოდ გეგმათ მუნიციპალიტეტებთან ერთად წინას არ გავაკეთოთ ადგილობრივი კონკურსები და მე როგორც ბატონი გოჩა ხელმძღვანელი გვპირდება ერთი გასვლითი ინტელექტის ჩაწერა მოხდება უკვე იმერეთში, სადღაც ალბათ 2014 წლის ზაფხულის პერიოდში. ეტალონის წამყვანის ქუთაისის აუდიტორიასთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში შედგა. გადაცემასთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობის შემდეგ გოჩა ტყეშელაშვილმა აქტიურ მოსწავლეებს კითხვების კრებული, ხოლო ლიტვის ელჩს საქართველოში 2014 წლის საქართველოში აკრედიტებული ეტალონი დიპლომატის ტიტული გადასცა. ჯილდოზე არ ვფიქრობ, იმდენად რამდენადაც ლიტვის მხარე იყო ჩართული იმერეთსა და ქუთაისის განვითარებაში. დღეს მე შევხვდი ქალაქის ხელმძღვანელობას და გუბერნატორს, სადაც ლიტვისა და საქართველოს საერთო პროექტებში მონაწილეობა განვიხილე. ჩემი აზრით ეს პროექტი ძალიან კარგი საშუალებაა პერსპექტივის შეძენაში, ასე ვთქვათ, გამოცდილების მიღებაში და ეს პროექტი გამოადგება შემდეგ ცხოვრებაში წინსვლაში. ხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობის მხრიდან ხელშეწყობის შემთხვევაში მედია პროექტი ეტალონი ქუთაისთან აქტიურ თანამშრომლობას მომავალშიც გეგმავს.